რომ ცოტა ხნის წინ მან ისტორიული რეკორდი დაამყარა. ასე ვთქვათ, და მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $800 მილიარდ გადააჭარბა. მეგობრებო, ასეა. ნამდვილად ბიზნესმენმა ახლახან სიმდიდრის თემაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და სოციალურ ქსელში X-ზე მას კი ასეთ სიტყვებს წერს, ვინც თქვა, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო, იცოდა, რაზეც ლაპარაკობდაო და მილიარდელის ეს განცხადება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულა ვირუსულად და დიდი გამოხმაურებაც მოყვა და ზურა საინტერესო შენ რას ფიქრობ, იყიდი ბედნიერებას ფულით? იცი რა არის ბედნიერების გულწრფელი პასუხი რომ გითხრა, ბედნიერების მომგვრელი გარკვეული ელემენტების შეძენა შესაძლებელია, მაგრამ ის რაც აბსოლუტურად ღირებულია, იმაზე უფრო ღირებული, ვიდრე შეიძლება რამე ფულით იყიდო, მისი ყიდვა ნამდვილად წარმოუდგენელია. კი, არ ვიცი რა წერდა ამას ილონ მასკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, რომ ისიც ეთანხმება ამ გამოთქმას, მაშინ როდესაც 800 მილიარდია შენს ანგარიშზე და მაინც ეთანხმები ამ სიტყვებს, რომ ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, ესე არის ამაში ნამდვილად ჭეშმარიტება. ალბათ 900 მილიარდი უნდა და ამას გულისხმობდა. უნდადეს, მაგრამ რაც უნდა, როგორც შენს კი ფულზე არ იყიდება. ფულით ვერ. და დიდი ფული, დიდი პასუხისმგებლობაც არის, ბევრი საფიქრალიც არის, ალბათ ბევრი გამოწვევა და რაღაც მთელი რიგი დაბრკოლებებიც არის და ცოტა სიმშვიდესაც სადღაც ალბათ კარგავა რა. მომეცი ბევრი ფული. მე გაჩვენებ როგორ უნდა ვიყო მშვიდი, როგორი მშვიდი ვიქნები. ამ ხელა ფული არასდროს მდომები, აი 800 მილიარდი მგონია რომ ეს ის ტვირთია, რომელსაც მე ვერ გავუძლებ, არ ვიცი რა. შენ არ უნდა გაუძლო ის სადმე საცავში იქნება, ნუ გეშინია, სადმე საცავში იქნება. შენ არ ატარებ და. თუნდაც მილიარდი რომ არა და მილიონი, რა ვიცი, ცუდია, არა ის. კი, არა, ყველას არ ვიცი. ილონ მასკის წყალი გადმოგსხმოდეთ, მეგობრებო, რა ვიცი, სხვა რა გისურვოთ. ხო, ნუ მე მსოფლიო ფინანსური თვალსაზრისით.